გამარჯობა ხალხო, მე ელისაბედი ვარ და დღეს გადაწყდა მოგიყვეთ როგორ გავხდა ინფლუენსერი. მოკლედ ეს ამბავი დაიწყო სექტემბერში. ხო, 2025 წლის სექტემბერს დაამტკიცა. მოკლედ როგორც მახსოვს 14 არა. ეს სკოლა იწყებოდა რა, სადღაც 12-13 სექტემბერი იყო რა და გადავწყვიტე რომ სკოლისთვის რაღაცები რომ ვიყიდე, გადავწყვიტე რომ მეჩვენებინა თქვენთვის და გადავიღე unboxing-ი. საერთოდ არ მქონდა იდეაში რომ გავხდე, საერთოდ არ მქონდა იდეაში რომ ინფლუენსერი ვიქნებოდიან, საერთოდ არ მინდოდა ინფლუენსერი რო ყოფილიყავი რა, აზრათაც არ მომსვლია, პროსტა დავდე ვიდეო რა, მომწონდა რა, ხო და დავდე ვიდეო, ხო და ეს ვიდეო დავდე თუ არა, ერთ დღეში კი არა, 3 საათში მომემატა ვიდეოს დადებიდან 3 საათში 5000 ფოლოვერი მომემატა. 5000 3 საათში. ეს ძალიან ბევრი იყო ჩემს, გაგიჟებული ვიყავი. ძალიან გავგიჟდი. რა თქმა უნდა, ახლა ჰეითიც წამოვიდა ბებერი ქალებისგან, რომ ესეთი პატარა ბავშვი აქ რატო უნდა იყოს? ვაიმე, ამასობაში მშობლები სად არის? რატო ტენგიცებ შვილო? ბავშვობა არ გაიფუჭა? დედაჩემი მოვთაგე მაგ ვიდეოში და იმ ქალებს გაცეს ყველას გაცა პასუხი, არავინ დატოვა უპასუხო და ცალკე მეჩავწერე ვიდეო. ხო და მოკლედ ეს ვიდეო ძალიან გამივარდა რა და გადავწყვიტე გადამიღო მეორე ნაწილი. მეორე ნაწილი გადავიღე და უფრო გავარდა. ვიყავი რომ გადავიღე, მყავდა 1000 ფოლოვერი რა, რომ დავიწყე 1000 ფოლოვერი მყავდა რა და უკვე მეორე ნაწილი რომ დავდე, უკვე 7000 ფოლოვერამდე ავედი. ჩემი დაკივის. ხო და მოკლედ ესე გაგრძელდა რა, ძალიან გამიყვარდა ვიდეო, ფოლოვერების ბევრი მომემატა, ლაიქებიც ბევრი მომემატა და ძალიან ბევრი ნახვები ქონდა ჩემს ვიდეოებს და გადავწყვიტე რომ ყოფილიყავი გამხდარიყავი ინფლუენსერი. ჩემი დაქალი ზუსტად იგივე ისტორია აქვს ჩემს დაქალსაც, ანასტასიასაც ერთი და იგივე დღეს, შევთანხმდით, რომ ორივე გადავიღებდით unboxings. ხო და მოკლედ გადავიღე და ორივეს ვიდეო გავარდა და ესე გავხდი ჩვენ ინფლუენსერები. მოკლედ, საერთოდ არ მოველოდი, საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ინფლუენსერი ვიქნებოდი. მოკლედ, მას შემდეგ, მაგ ვიდეოს შემდეგ, ბევრი ფოლოვერები მომემატა, ბევრი ლაიქებიც, ვიდეოებიც გამივარდა, ხო და გადავწყვიტე რა, ყოფილიყავი ინფლუენსერი, ხო და ესე დაიწყო ყველაფერი. და ახლა თქვენ ფიქრობთ, რომ მე რამე და არიქა და ინფლუენსერი უნდა ვიყო და ისა და ესა და ისა და ისა, არა. საერთოდ არ მქონდა გადაწყვეტილი. უბრალოდ ძალიან ჩხუბლებრივად ავდექი გადავიღე ვიდეო და დავდე რა, ფეხებზე დავიკიდე, დავდევი. ხო და ვიყავი რა, ესე რა, ჩხუბლებრივად ცხოვრება ფეხებზე მეყიდა, მაშინ. ხო და ჩვეულებრივად ვიჯექი რა და უცებ ხედავ სასწაულში ინბოქსი 99+3-ია. ხო და მეთქი რა ხდება ხახ რომ გაგაგიჟოთ, მაგდენი არასდროს არ მქონია და მეთქი ალბათ ახლა ჩემი მეგობარი მიწევს მეთქი რამეს და მაგიტომ არის მეთქი, მაგრამ არა რომ შევედი კომენტარები, ლაიქები, ფოლოვერები, თავზე საყრელი. ძალიან გამიხარდა ვიდეო რომ გამივარდა, მე მეორე ნაწილიც დავდე ისა და ეს და ერთმა გოგომ მომწერა რომ და მითხრა რომ ის არის რა მეგასო არ გინდა რომ ინფლუენსერი გახდეო რავი არა მეთქი და რატომ ეკითხები ამას მეთქი და ვიდეო ძალიან კარგად გივარდება და დარწმუნებული ვარ შენსგან კარგი ინფლუენსერი დადგებაო და მეთქი კაი ხო ვიქნები. მოკლედ გავხდი ინფლუენსერი და როგორც ვინამაც არ იცით, მაგრამ ავიცი, თუ ახალი ხარ, ცხოვრებაში პირველად ხედავ ჩემს ვიდეოს, არ მგონია რომ იცოდე, მაგრამ 26000 გამოწერე მყავს. მალე 27000 მეყოლება ხო და ყველაფერი დაიწყო სექტემბრის სკოლის unboxing-დან. რომელსაც, ერთი ჩვეულებრივი ვიდეოსგან დაიწყო ეს ყველაფერი. ერთი ჩვეულებრივი ვიდეოსგან. და ვინმემ რომ მკითხოს რომ რამე რჩება მომეცი რომ ახალი ინფლუენსერი რა დამწყები ინფლუენსერი ვარ და არ ვიცი კარგად რაღაცები.
დამიჯერე, მეც ეგრე ვარ. ანუ რა მოხდა იცი აი magic ანუ რა. იცით როგორი იყო აი ბიბიდი ბაბიდი ბუ. მორჩა. ხო გადავიღე ვიდეო დავდე ბიბიდი ბაბიდი ბუ. მორჩა ინფლუენსერი ვარ. მე შოკირებული ვიყავი, იმიტომ რომ არ მოველოდი, კი არ საერთოდ არ ვაპირებდი ინფლუენსერი რო ყოფილიყავი. აზრადაც არ მგონდა ეგეთი რაღაცა. მოკლედ რა ვიცი, ესე გავხდი ინფლუენსერი და ჩემი ძველი ვიდეოებიც არ წამიშლია, რაც ინფლუენსერ, ანუ სანამ ინფლუენსერი გავხდებოდი, მაგამდე მედო. ხოდა ზოგი ძალიან კრინჯობა და ახლა ამ ვიდეოს დადების შემდეგ წავშლი. ხო და მოკლედ ეს ყველაფერი უბრალოდ ერთი სკოლის unboxing-იდან დაიწყო. ისე რომ არც მოველოდი. ანუ იცით რა არის ხო? ჩემი გადაწყვეტილება კი არა, TikTok-მა, ანუ ხალხმა, ფაქტიურად ხალხმა გადამიწყვიტა მე ვიქნებოდი თუ არა ინფლუენსერი. და საერთოდ ანუ არ ვიცი. და ჯერ ახლა იცით რა არის ხო? ხა ვიყავი რა მაღაზიაში ვიყავი რა ჩასული ხო და ერთმა ბავშვმა მითხრა, რომ იუთუბერი უნდა იყო. ანუ მე რო ინფლუენსერი ვარ, ეგ არ ეყობათ, ეგ არ ყოფნით და ეხლა უნდათ რომ იუთუბერი ვიყო. ხო და ანუ ხალხი იცით რა არის ხა, ეგ არც ისე ცუდი იდეაა, მაგრამ TikTok-ზე არ ვიცი რა დავდო ყოველდღიურად, აქტივი გაქრა, ანუ არ გამქრალა რა, არის აქტივი, მაგრამ ანუ რა დავდო TikTok-ში რა გადავიღო და რა დავდო რომ ფოლოვერები მომიმატოს, არ ვიცი და მე YouTube-ზე უნდა დავდო 23 წუთიანი ვიდეოები. ანუ რა დავდო? ეგ არის საკითხი, რა დავდო? დავუშვა და გავყი ისა იუთუბერი, რა დავდო, რა გადავიღო? ვლოგი? მაგრამ ფოქს TikTok-ში ვწვდები. ანუ ეგ არის ყველაზე მთავარი საკითხი, რომ არ ვიცი რა გადავიღო. ხო და მოკლედ სულ ეს იყო, არ დაგოწე შემდაფოლოვა და კარგად.